აქტივისტისა და პედაგოგის სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს, რომელმაც დათაშვილი საპატიმროში მოინახულა. არევაძის თქმით, ნინო დათაშვილს გაუსაძლისი ტკივილები აქვს. დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ციხის პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული პედაგოგი ადაპტირებულ საკანში გადაიყვანეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მისი თქმით, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით უნდა შეცვალოს. ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში არის გაუარესებული. ეს უკვე მეორე შემთხვევა ამ დატყვევების პერიოდში, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის ამ ეტაპზე ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გადაყვანილია ადაპტირებულ საკანში, სადაც არსებული პირობები შედარებით უფრო მეტად შეესაბამება ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა ეს არის სრულიად არასაკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს ნინოს სრული რეაბილიტაცია ერთი და შემდგომ რომ აღარ მოხდეს განმეორება, ასე ვთქვათ, ამ დამძიმების პერიოდის. მომდევნო ხსნობა ნამდვილად ნინოს შემთხვევაში ჩანიშნულია 29 ოქტომბერს, თუმცა ადვოკატების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ მას აღნიშნულ სისხლისამართლებრივ საქმეში, მზადდება შუამდგომლობა სწორედ ამ მიმართულებით, რომ მოხდეს აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვა გეგმიურისგან განსხვავებულ ვადაში. სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ნინო დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. შემთხვევა საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მოხდა. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიდის მასთან რამდენიმე მანდატური. ჯერ ერთი ცდილობს დაატოვებინოს ტერიტორია, შემდეგ კი მეორე. დათაშვილი მათ აფრთხილებს, რომ არ მიეკარონ. ამის შემდეგ მანდატურებმა აქტივისტს სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ნინო დათაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.